ბოლოსკენ ერთსაც ვიტყვი და ამით დავამთავრებ მეგონი დღეს. ბოლო ის იქნება, რომ იყავი გარშემოწყებული ესეთი ადამიანებით, რომელიც პოზიტიურები არიან, იმიტომ რომ გახსოვდეს, რომ ადამიანები, რომელთანაც დროს სატარებ, ის 5 ადამიანი, რომელთანაც უმეტეს დროს ატარებ, იმ 5 ადამიანის საშუალო ხარ შენს. ასე რომ პოზიტიური ადამიანები ყოველთვის იმარჯვებენ რა და შენს უნდა იყო ყოველთვის პოზიტიური, როგორც სუდათაც არ უნდა მიდიოდეს საქმე, თუ იქნები პოზიტიური, ნებისმიერ საქმეში გაიმარჯვება. მუღამი და აზრი ამის ის არის, რომ იყო ისეთი ადამიანებით გარშემორტყმული, რომელიც პოზიტიურები არიან და რომელიც ადაპტირდებიან ადვილად, რომ ნებისმიერ უარყოფით სიტუაციაში პოზიტიურები იყვნენ და მანდ და რაღაც კარგი დაინახონ და გააუმჯობესონ და იმიტომ რომ შენც ეგეთი უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პოზიტიური არის სიტუაციებში, როცა ყველაფერი ცუდად მიდის, ის აუცილებლად ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. ასე რომ პოზიტიური ადამიანები იმარჯვებენ ყოველთვის და იყავი ასეთი. რო ნახე ყოველთვის ეგრე ცხოვრებაში თანმიმდევრულად პოზიტიურად და კარგად თანმიმდევრულად ყველაფერი არ მიდის ხოლმე რა არავის ცხოვრებაში არ არის ეგრე რომ ყველაფერი თანმიმდევრულად კარგად მიდიოდეს ყოველთვის რა მაღალაც არ ნახვიდე ყოველთვის იქნება აღმოსვლები და დაღმოსვლების ესეთ სიტუაციები როცა რთულია მაგ რთულ სიტუაციებში არის მნიშვნელოვანი როგორ მიუდგები საკითხს ცუდ სიტუაციებს და ისეთ სიტუაციებს სადაც რთული არის და რაღაც არ გამოდის უნდა მიუდგე ისე რომ სერიოზულად უნდა მიუდგე, მაგრამ არ უნდა იყო მაგ პროცესში უარყოფით ნეგატიურ დამოკიდებულობაზე, რომ არც არ უნდა ფიქრობდე, რომ არ გამოვა, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, პოზიტიური და დადებითი აზროვნება ყოველთვის იმარჯვებს რა. მე არ ვამბობ მარტო, იმიტომ რომ ანუ გარშემო რომ გაიხედო, ანუ ეგ ყველაფერი და ძალიან ბევრი სიტუაცია დაგიდასტურებს მაგას, რომ ეგრე არის. ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ბევრ რაღაცას აკეთებს, მაგრამ იმის გამო რომ უარყოფითი აზროვნება აქვს თავიდანვე შეიძლება მაგ საქმეში ყველაფერი ჩადოს, მაგრამ მაინც არ გამოუვიდეს, იმიტომ რომ აზროვნება ქონდეს არასწორი და არასწორად ფიქრობდეს, ანუ თავიდანვე უარყოფითად იყოს მაგის მიმართული, ანუ თავიდანვე ფიქრობს და შეიძლება არ გამოუვიდეს. პოზიტიურს თუ გადახედავ, ყოველთვის არის ისეთი სიტუაცია, სადაც უფრო მარტივად გამოდის საქმე, უფრო მეტად გიმართლებს და ასე შემდეგ.